ღირსი პორფირი კავსოკალიველი. მონაზნური ცხოვრება საოცარია. დიდებული საქმეა მონასტრული ცხოვრება, ფრიად დიდებული, ამაღლებული, ღვთიური და პოეტური ცხოვრებაა. ეს არის გასაოცარი ცხოვრება. მონაზონი ღმერთში ცხოვრობს, ზეცაში. იგი განსაკუთრებულ ცხოვრებას მისდევს, რომელსაც ანგელოზთა ცხოვრებას უწოდებენ და სინამდვილეში მონაზნური ცხოვრება მართლაც ანგელოზებრივია, ნამდვილად ასეთია. მაგრამ ეს ცხოვრება სწორად რომ განვლო, მონაზონს მონაზნური ცნობიერება უნდა ჰქონდეს, რაც ღვთისათვის და დასახული მიზნისათვის სრულად თავის მინდობით მიიღწევა. იგი მდუმარებაში, გონებრივ ლოცვაში, ღვაწლსა და მორჩილებაში ცხოვრობს. მონაზონი ყველაფრისთვის უნდა მოკვდეს, რომ ქრისტეში იცხოვროს. მონაზონი ღმერთის მსახურებისათვის მხურვალეს სურვილით იღვიძებს, ასრულებს თავის კანონს, იჩქარის მსახურებაზე და მორჩილებაზე. მას მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს, ღმერთს როგორ ეყოს სათნო, როგორ ემსახუროს უფალს, როგორ გახდეს ღვთის სახელის დიდების მიზეზი. გონებაში მას მუდამ ერთი აღთქმა აქვს, რომელიც მონაზვნად აღკვეცის დროს ყოლა წმინდა სამებას აღუთქვა. ამიტომ იგი ხშირად და ყურადღებით კითხულობს მონაზნური აღთქმის წესგანგებას. არ არღვევს მონასტერში დადგენილ წესს, არამედ ყველა წესს იცავს. მონასტერში რომ წარემატო, ძალდაუტანებლად უნდა იღვაწო, ყველაფერს სიხარულით და სურვილით უნდა აკეთებდე და არა იძულებით. მონაზონი ის კი არ არის, ვინც იძულებით, მექანიკურად და შიშით აკეთებს რაიმეს. არამედ მონაზონი, რასაც არ უნდა აკეთებდეს, მხოლოდ ზეციური სიძის სიყვარულით უნდა აკეთებდეს, ღვთის სიყვარულით უნდა აკეთებდეს და არა იმიტომ, რომ გონებაში ჯოჯოხეთის ან სამოთხის ხსოვნა უდევს. მონაზნობა უარყოფით წასვლა კი არ უნდა იყოს, არამედ ღვთის სიყვარულით, ღვთის თაყვანისცემისათვის გაქცევა. მთელი საიდუმლო ლოცვაში, თავგანწირვაში, ქრისტეს სიყვარულში მდგომარეობს. მონაზნური ცხოვრება მადლიანი ცხოვრებაა. მონაზონი ლოცვით უნდა ტკბებოდეს, ღვთის სიყვარულს უნდა მიელტვოდეს. ის ვერ შეძლებს მონაზნობაში დგომას ლოცვით თუ არ დატკბა. ეს თუ არ მოხდა, მაშინ მორჩა, ის ვერ გაჩერდება მონასტერში. მაგრამ მონასტერში ლოცვასთან ერთად მონაზონს შრომა და ხელსაქმე აკავებს. შრომა და ლოცვა ეს სხვადასხვა რამ არ არის. შრომა ხელს არ უშლის ლოცვას, პირიქით, მას ამყარებს და უკეთესს ხდის. ეს სიყვარულის საკითხია. შრომა არის როგორც ლოცვა, როგორც მუხტდრეკა. შრომა ლოცვა კურთხევაა. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტემ თავის მოწაფეებს და წინასწარმეტყველებს მაშინ მოუწოდა, როდესაც ისინი შრომობდნენ, როდესაც ისინი თევზს იჭერდნენ ან ცხვარს მწყემსავდნენ. მონაზნის სიხარული იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის სიყვარულში შევიდეს და ეკლესიაში, ყოვლადწმინდა სამებაში, ქრისტეში დაემკვიდროს. მონაზონი ქრისტეს უერთდება, მას გული უძგერდება და მადლით ივსება. ქრისტეა მისი სიხარული, მისი შთაგონება, მისი სასოება და მისი სიყვარული. რა გითხრათ? მე ღვთის მადლით წავედი იქ მთაწმინდაზე. როგორი ცხოვრებაა იქ, როგორი სიყვარული, როგორი კრძალულება, როგორი წყურვილია, მორჩილებაა და როგორი ლოცვაა. რა რიგ ცხოვრობდით ერთმანეთით, ღიმილით და სიყვარულით. ოი ზეციური ცხოვრება. უდაბნოში გასული მოღვაწე ყველაფერს წირავს, თავის მყუდროებასაც, ოღონდ რაიმე გზით მოიხვეჭოს ღვთის მადლი, ქრისტეს მიერ და ქრისტეს მკერდს მიყრდნობილი გათბეს, შეუერთდეს მას და ღმერთთან თანამეგობრობა განიცადოს, ღმერთთან ერთობა იგრძნოს, სხვა ადამიანებთან ერთობით იყოს,
ყოვლადწმიდა სამების მსგავსად, როგორც სამების სამი პირი, რომელნიც ერთ არიან. ამდენად მონაზონი ამ ქვეყნიდან იმედგაცრუების გარეშე გადის, ცხოვრობს, იტანჯება, მაგრამ ამ ქვეყნიდან სასოწარკვეთილი არ გარბის. იგი ძალიან მშვიდად და დიდებული მეგობრებით გარემოცული გადის ამ ქვეყნიდან. მისი საზოგადოება ეს არის მთელი ბუნება, ჩიტებიც, ცხოველებიც და ყველა წმინდანები, მოწამეები და ანგელოზები. მთავარია, რომ მასთან ერთად ღვთისმშობელია, თავის ძესთან, უფალ იესო ქრისტესთან ერთად. მონაზნური ცხოვრების წყარო წმინდა წერილია. ყველაფერს საფუძვლად უდევს მარადიული წიგნი, წმინდა წერილი. მონაზნური ცხოვრების წყარო არის წმინდა წერილი, სახარება. რას ამბობს ძველი აღთქმა? გამოვედ ქვეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქვეყანად, რომელიცა გიჩვენო შენ. ქრისტეც ხომ ამბობს, რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფრო ის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს, და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფრო ის ჩემისა, იგი არა არს ჩემდა ღირს, და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. წმინდა მამებიც, რასაც არ უნდა ამბობდნენ მონაზნობის შესახებ, წმინდა წერილით შთაგონებულნი იტყვიან. არც ერთი მამის უარყოფა არ შეგიძლია. თუ ღირს ვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს უარყოფ, მაშინ პავლე მოციქულსაც უარყოფ, რადგან რასაც ამბობდა და განიცდიდა ღირსის ვიმეონი, იმასვე ამბობს პავლე მოციქულიც. საკუთარი მოწოდების მიგნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვისაც მონაზნობაში წარმატება სურს, მისთვის ყველაფერი ცხადი უნდა იყოს, ყველა შესაძლებლობა. მან თავისუფლად უნდა გადაწყვიტოს მონაზნობა, რასაც მხოლოდ ღვთის უანგარო სიყვარული უნდა ამოძრავებდეს. არ ვარგა თავის შევიწროება და თავზე ზეწოლა იმისათვის, რომ მონაზონი გახდე. ნაცვლად ამისა სხვა ღონისძიება იხმარე, განისწავლე და ილოცე, მიზნად დაისახე ღვთის და ეკლესიის სიყვარულში წარემატო. ამდენად ღვთის სიყვარულში ცხოვრებით თავისუფლებაში იცხოვრებ. რადგან სადაც სიყვარულია, იქ თავისუფლებაა. მხოლოდ ღვთის სიყვარულისკენ წარემართე. ღვთის თვალში დაქორწინებული ადამიანი არაფრით არ განსხვავდება უქორწინებელისაგან. ოღონდ ორივე ღვთის მცნებებით უნდა ცხოვრობდეს, საღვთო ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ. ქალწულება, უპოვარება, სიღატაკე ეს მონაზნის სათნოებებია, ისინი ადამიანის გულშია. შეიძლება სხეულით ქალწული იყო, ხოლო სულით მეძავის მსგავსი, ბოროტებით და ვნებებით გახრწნილი. შეიძლება მრავალსართულიან სახლებს ფლობდე, გულით კი ნივთებისაგან თავისუფალი იყო და ისე ცხოვრობდე, როგორც უპოვარი. მაგრამ შესაძლოა ღარიბი იყო და სულით მომხვეჭელი. მიწიერ კეთილდღეობათა რაოდენობა კი არ აქცევს ადამიანს მომხვეჭელად ან უპოვრად, არამედ გულის მიჯაჭვულობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანმა თავისი მოწოდება იპოვოს. ზოგიერთი ადამიანი წინააღმდეგობის სულს შეუპყრია და მას ხშირად აღეძვრება მონაზვნად გახდომის სურვილი. ერთ-ერთ შემთხვევას გიამბობთ. ერთი გოგონა მონასტერში წავიდა და იქ დარჩა. მშობლები მოთქვამდნენ, ყვიროდნენ, მაგრამ გოგონას ვითომც არაფერი ესმოდა. მას წინააღმდეგობის სურვილი უძლიერდებოდა. მშობლები ჩემთან მოვიდნენ და ვურჩიე, რომ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. შვილისთვის მონასტერში წასვლის თავისუფლება მიეცათ და თავადაც ევლოთ იქ წირვალოცებზე, ელოცათ, წინამძღვრისათვის კეთილი სიტყვით მიემართათ და ასევე ყველა იქ მყოფისთვის. ამ გზით წინააღმდეგობა იოლად დაიძლეოდა.
მალევე გოგონამ წინამძღვარს საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლის ნებას თხოვა. აი ასე მოხდა. იგი მონასტრიდან დადიოდა გაკვეთილებზე, სანამ დიპლომი არ აიღო. გოგომ დიპლომის აღებისთანავე მონასტერი დატოვა.